მოგესალმებით მეგობრებო, მე კლავ გებრუნებით PUBG-ი და მეგობრებო, დღეს სანამ ვიდეოზე გადავიდოდით, სეტინგებში შევალ, გრაფიკებში გადავალ და აი 120 FPS მაქვს. ჩემ ტელეფონი ქაჩავს Smart და Ultra-ს, ანუ 45 FPS, მაგრამ მე შემიძლია თავისუფლად 120 FPS-ის დაყენება რა. ხო და ეს ვიდეო თუ ავიდა 20 ლაიქზე, 120 FPS-ის დაყენებას მეგობრებო, აუცილებლად გასწავლეთ. კარგი. ახლა ალბათ სათაურიდან უკვე მიხდებოდით, რომ რა უნდა გავაკეთო ამ ვიდეოში, მაგრამ მე მაინც გეტყვი რა. ერთ-ერთად ჩემმა გამომწერმა დამიწერა კომენტარი, რომ აი აგერ ID-ო და გადადიდა ჩემი აკაუნტი შეაფასიო. კარგი, მე ID დაკოპირებული მაქვს. კოპირებში გადავალ. აი ასე. და დეადტ აი ესე აწერია მეგობრობასაც აგერ გამოგიგზავნიდმაო და აკაუნტში გადავედი რა შევხედავ გლაციერი UMP არის აგერ. კაი. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ შევასება რა. ყინულის ჰელმეტი ძალიან კარგია, გლაციერიც ძალიან კარგია და რაც შეეხება ზმანი უფრო კარგს ავაწყობდი მე შენს ადგილას. UMP აქვს 1 ლევენზე და M4 3 ლევენზე. მე UMP მეც მაქვს თუ უყურებ ახლა ამ ვიდეოს ეს UMP მეც მაქვს 2 ლევენზე ყავს, მაგრამ მე გლაციერი არ მაქვს რა. ჩემი აზრით მეგობრებო, M4-ზე ერთ-ერთი გამორჩეული სკინი არის ალბათ გლაციერი რა. ზოგიერთი თქვენთაგანი მეც დამეთანხმებით ალბათ. აი, ახლა გადავიდე აქ პრო კოლექტორში არის 35-ზე. ახლა მე ვარ 40-ზე, მაგრამ ეგ არაფერია რა. შეიძლება ჩვენზე კარგი ის კონდეს აკაუნტი. ამასაც 6 გასაძლიერებელი აქვს, მეც 6 გასაძლიერებელი მაქვს. კაი, გადავიდეთ ახლა სკინებზე. 8 მითიქს ზმანი აქვს და ძალიან კარგი მითიქს ზმანები აქვს, იმიტომ რომ ეს მითიქს ზმანები მეც მაქვს და რამოდენიმე ძალიან მომწონს რა. კაი. ახლა ჰელმეტებზე გადავიდეთ. ჰელმეტებში აი ამას გამოვარჩევდი, ყველაზე მაგარი ჰელმეტია. რაც თუ აქვს რა, თორე ისე მუმიის ჰელმეტიც მაგარია მეგობრებო, ალბათ დამეთანხმებით. და ესეც ცოტა კარგია რა, იმიტომ ეს ჰელმეტი მეც მაქვს და ხშირად ვიყენე. აი, ქუდებზე გადავიდეთ ახლა. ქუდებში აქვს 6 მითიკი ქუდი. და აქ რამე ვერ დავინახე, მაგრამ ამ მითიკებიდან ყველაზე კარგი აი ესაა რა. მეც მაქვს და დიდად ვიყენებ ამას. ამის RP აქვს და ყველაფერი RP-დან აქვს აღებული. მეც მაქვს RP და მაგიტო გვაქვს ერთნაირი რაღაცაები რა. კაი, სათვალეებში არაფერი არ აქვს ისეთი კარგი. შემდეგ აქედან მე ეს არ მაქვს მარტო. ახლა ჰელმეტი მაქვს და არ ჩანს ალბათ. მაგრამ აგერ ეს არ მაქვს რა, აგერ მელაკუდას რაღაცა რო არის. აი, ახლა კოპტებზე გადავიდეთ. კოპტებშიც ძალიან მაგარი რამე არ აქვს, მაგრამ შეიძლება რომ ზმანები ააწყო რა. შარლებზე როდესაც გადავალ ნახავთ. აი, ჩანთებში ცოტა სკინი აქვს, მაგრამ ეს კარგი ჩანთაა. ამ ჩანთების სკინებიდან ვამბობ. შემდეგ შარლებიდანაც ზოგიერთი შავი შარვალიც აქვს და აქ აი კოპტებშიც ქონდა და მაგრა აწყობს ზმანებს. და აქ კეტები არ ქონია. მაგრამ ეგ არაფერი არ. კაი, ახლა გადავიდეთ მანქნებზე. მოტოზე აი ესეთი სკინი აქვს, რომელიც RP-დან აიღო და ესეც RP-დან აიღო, დარწმუნებული ვარ რა, იმიტომ ესენი მეც მაქვს. ბაგზე სკინი აქვს, მე სხვა სკინი მაქვს ბაგზე, მაგრამ უსკინობას მაინც ჯობია. უაზზე ეს მაგარი სკინი აქვს მეგობრებო. მე მომწონს. უაზზე მე საერთოდ არ მაქვს სკინი და რომ მქონდეს ძალიან კარგი იქნება. კაი, ახლა რაც შეეხება იარაღებზე გადავიდეთ. ეს აკაიმი მეც ძალიან მევასება და დაყენებული მაქვს მეც ძალიან მევასება. კაი, M16-ში გასაძლიერება აი ეს იარაღი ეს აქვს. მეც მაქვს სხვადასხვა და ჯერ გაძლიერებას არ ვაპირებ, იმიტომ წინ 64 მაქვს გასაძლიერებელი და UMP. სკარზე 4 სკინი აქვს, ძალიან კარგია. M4-ზე მეგობრებო, რაც მთავარი სკინია გლაციერი. 3 ლევენზე ყავს ამ ბიჭს, მაგრამ როცა გამახსავ აი რა ლამაზია უბრალოდ რა.
იმედია დავაგდებ. ორი სკინი აქვს ამ თავზე, მაგრამ ეს მე ლურჯი სკინი ეს არ მაქვს. და ამ იარაღზე ეს სკინი მაქვს. კაი, კარაბინებზე გადავიდეთ, რაც შეეხება. შეხედულობით კარგი სკინია. აი აქ. კარგია ისე. მაგრამ გასაძლიერებელი რომ იყოს, უფრო კარგი იქნება. M24-ზე აქვს 3 სკინი. და აქ M24-დან ყველაზე კარგი ალბათ ეს იქნება. მე მაქვს გასაძლიერებელი M24, ალბათ აკაუნტის განხილვაც ვინც უყურეთ, ალბათ გეცოდინებოდათ. AVM-ზე ეს სკინი აქვს. ადრე მე ჰქონდა ეს სკინი. თუ არ ვწდები და მუსონზეც აქვს ეს სკინი. აუ, გამოვედი უცებ. აი, ჩვენ სად ვიყავით? რაცა? აგერ. აი, აქ გადავედით. ეს აქვს მხოლოდ ეს ერთი სკინი, მე ბევრი სკინი მაქვს, მაგრამ სულ ორ ფერს ჯობია. ცუდი სკინია, ვერ ვეტყვით რა. VSS-ზე 3 სკინია აქვს. Minis-ზე აქვს 3 სკინი, მაგრამ ესენი კარგია. SLR-ზე გასაძლიერებელი აქვს, როგორც ვიცოდი ექნებოდა, მეც მაქვს. მაგრამ არ ვიყენებ დიდად SLR-ს და არ ვაპირებ გავაძლიერო. აი ამ იარაღზეც კი აქვს 2 სკინი. კაი, რაც შეეხება ახლა გადავიდეთ UZ-ზე. UZ-ზე აი ეს სკინი ძალიან მაგარია, იმიტომ მეც მაქვს. და ეს გასაძლიერებელი თოფი ალბათ ამ UZ-ზე არ გაქვს გაძლიერებული. UMP-ზე აი ეს უმაგრესი გასამაქსი იარაღია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვეცდები რომ ბოლო ლევენამდე მაინც მივიყვანო რა. ახლა დავიწყე მისთვის მატერიალების შოვნა. ვექტორზე ერთი სკინი აქვს და მე სკინი ასე რომ ვთქვა არ მომწონს და იმედია შემდეგ კარგი სკინი დააგდებ ვექტორზე, თუ ხმარო ძალიან კარგია. ტომსონზე მე სკინი არ მაქვს, ამას აქვს და საკმაოდ კარგი სკინია რა. კარგი სკინია ჩემი აზრით ტომსონზე. კაი, გადავიდეთ ახლა MP5-ზე. ეს მეც მაქვს, RP-დან ავიღე და P90-ზეც ამ ორ სკინიდან აი მე ამას ავირჩევდი, უმაგრესი სკინია. ხოლო ამ ორიდან. კაი, შოტგანებზე გადავიდეთ ახლა, შოტგანზეც 3 სკინი აქვს. ამაზეც ეს ერთი სკინი აქვს და DBS-ზე ამ ორიდან ალბათ ამას გამოვარჩევდი მე. შემდეგ გადავიდეთ პულიმიოტ უძახი მე რა. ვინც სხვანაირად უძახით არ ვიცი, მაგრამ 2 სკინი აქვს ამაზეც, მეც ეს 2 მაქვს. DP-ზე სკინი არ მაქვს და ამას ძალიან კარგი სკინი აქვს, ასე რომ ვთქვათ. ერთი შეხედვით გეგონება რომ გასაძლიერებელი იარაღია, DP სკინი აქვს. მაგრამ არ არის სამწუხაროდ რომ იყოს უფრო კარგი იქნება და ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. MG-ზე აქვს ეს ერთი სკინი, პისტოლეტზე ეს სკინები აქვს და ტაფაზე აი ეს სკინი, ეს მეც მაქვს გასაძლიერებელი და აი ესა. კაი, მეგობრებო, რომ ძალიან კარგი აკაუნტი გაქვს. 57 ლევენზეც ხარ, ძალიან კარგია რა. გლაციერიც რო გაქვს. ის არა ქვია მაცა. ხო, იგერ ჰელმეტიც რო გაქვს, ეგეც კარგია და ალბათ SS ყავს, ხო? იმიტომ ახ ყვილად არ იქნებოდა. და აი SS რო ყავს გვერდზე ცხოველი, ძალიან მაგარი. თუმცა KD ვნახოთ. რატო არ მიჩვენეს? ალბათ მეგობრებში რა არ ყავს მაგის გავარბიც. კაი, მეგობრებო, რომ თუ ამ ვიდეოს შენ უყურებ, ჩემგან საჩუქრად ახლა არ თამაშობ, მაგრამ ჩემიდან საჩუქრად გამოგიგზავნი მეგობარო 5 ცალ დაიმონს. ასევე ვისაც გინდა მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გეთამაშებით ყველას ერთ-ერთზე, ასევე შეგიფასებთ აკაუნტებს და ვისაც სურვილი გაქვს, მითხარით და პოპულარიტებს დაგერყავთ, რა მე ყოველთვის მაქვს პოპულარიტები, ასე რომ ვთქვათ, თქვენთვის. კაი,
მეგობრებო, დღეისათვის ასე დაგემშვიდობებით, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, უცებ ერთი ცალი საფლაი მაქვს და ამას გავხსნი. კლასიკებ ვაგროვებ, ჯერ 3 კლასიკი მაქვს უკვე გუშინ დავიწყე აგროვება. აი 20 სილვერი როგორც ყოველთვის. პრემიუმი აგერ 25 მაქვს, ამასაც ვაგროვებ მეგობრებო და ალბათ ის რა ქვია, კლასიკ კრეიტის ოპენინგებს შემოგთავაზებ პრემიუმ კრეიტის და ასე შემდეგ. ერთი მატერიალი მაქვს. იქ არაფერი არაა, მაგრამ რაც მთავარია მეგობრებო, აქ ვარ 59-ზე. ერთი გახსნა მინდა და 50 მექნება და გარანტირებული არის რა. და ძალიან მინდა ეს სკინი. შემდეგ ვიდეოს გადაღებას რო დავიწყებ, ვიდეოს დასაწყისში გავხსნი ზუსტად ამ გარანტირებას. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და მე კი შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში.